დილემ შვიდობის ძირფასებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მოკლედ მე ხა ისეც არაფერს არ ვაკეთებ, ხაფას გავაცხელებ და ამისთვის წყალს გავიცხელებ. წყალი არ მოდის. არ მოდის. ჩაის ნალევი ჭიქები აქ მიდევს. ასე რომ იქნება სანამ წყალი არ მოვა. წყალი არ მოვა, სადღაც ესე 6-ისკენ შეიძლება რომ მოვიდეს. ეხლა ვიდეოში მინდოდა მადლობის გადახდა და მაგაზე მოგიყვებით. რა თქმა უნდა, აუცილებლად. ამით დავლევ ყავას, ბევრს არ დავლევ. რამდენი ხანია იმ ჭიქით არ დამილულია. ჩემი ჭიქი. ცოტას დავამატებ კიდე. იმ დიდ ჭიქებს ეგ ერთი კოვზი და ნახევარი არ ყოფილიყო. უშინ იყო, რომ დავლევ ძალიან ისეთი იყო. სლავს, რასაც ეძახიან, ქართულად როგორ იქნება, არ ვიცი. ხოდა ავადავლიოთ და ესე მოგიყვებით რა მოხდა და როგორ და ასე შემდეგ. გაცხელდეს მალე. ძალიან ყავა. רגע, איזה מצאת משהו, דדי? מה ეს ის შარვალია. აი აქ ჩახსნილი როა. უბრალოდ იქამდე მე ჩახსენი ვიდეო რომ მოვაჭერი. აი ორი თითის ზომა იყო ჩახსნილი მეტი არა და მე მასქენი. დაიცი ეხლა რომ ვუყურებ, ფიქრობ, კიდე ხო არ უნდა მოვაკლო სიგრძეზე, იმიტომ რომ დაბლები მაცვია ხშირად. ხო და რა ვიცი. ასე დაბლებთან გრძელია, იატაკზე ხო ხავს. და ის არ მიყვარს მე ბინძური როა გარეთ ტალახში, წვიმაში, რო ვეჩაიცნო. ან რო აცვიათ და მაინც სველი და ტალახიანი რო არის, მე არ მიყვარს. მეც დამართლია მსმია მასე. რო დამსველებია მაგალითად წვიმაში. ან რო დავდივარ ხოლმე ტალახებს უკან ვისური, ეგრე ვიცი სიარული. ამიტომ ეხა მარტო იმაზე არ ვამბობ. რატო უხსნი და იმიტომ ხსნი ხოლმე რომ ანუ როგორც უნდა ისე იგებე. მარტო სხვაზე არ ვამბობ. ჩემზე ვიძახი. მე ხაც მემართება რომ დავდივარ. არა აქვს მნიშვნელობა რანაირიც უნდა მეცვას შარვალი. გინდკავა მეცვას, მაინც კოლგოტზე უკან მესხმევა ტალახი ისე დავდივარ. ეგ არის და ეგ. კორექტ, ხოლმე ჩაუწიე მეთქი. რა დედა, პეში მოკვდა დედიკო. ჩემი პეკეკა დედასი. გაბუნჩულება დედასი, გაგისწორო ეს შორტი, წინ ცუდად გაკ. მოდი გაყოჩ, მე დაგაყოჩ. დედასი, უყვარხარ დედიკოს. ეს ყავა დედა. დაასხაკთხო დედა. მოლიო, ჰე, ნელა დედა არიჩქარო. აი ესე, ნელა. ყოჩა ხარიჩქარო, ნელა. ყოჩა, კაი გოგოა. რას უწუნებ ეხა ამ გოგოს? არც არაფერს, ურევს ძალიან გემრიელად. ეს ძალიან კაია, ტიგანის ჭიჰაის.
კი, დედიკო, ვერ ჩამოვწია. არ მინდა ეხა ესეც გავაფუჭო. გადყდეს და რამე. რა მინდოდა ეხა? წყალი, ჭიქა, თემიფის. ეს რატო გამოვიტანე? კაი, გადაასხა თან და დაიღალა. დაგისხადე პაპა. ო, დიდი თებშები აქ მინდა. აქ მიდევს ის ამას რომ უნდათ ის ო არ დაასხა ძალიან ხო ამდენ არ დაასხა ჩაის მონარევებია მე თვითონ ხელია შენი კავაჩი კაი ჰე მოდი შვილო დედა ნუ ასხამ დედა არ გინდა იქნება ეხლა რომ გავბრაზდები რას ქვია არ გინდა შეჭამ ცოტას დაგისხამ თუ შეჭამ მერე წავალ და ლობიანს გაგიკეთებ ლობიანი მინდა და შეჭამ ვისაც ლობიანი უნდა შეჭამს და მერე გავაკეთებ თვალა და არ გავაკეთებ ნახე შენ რა ცოტა დაგისხი სამედა ლობიადა არ მაქვს მოვიდან თუ შეჭამ მაქვს მიდი აბა გავუშვიდე და მიდი და ჯექი შენც გეგე დედიკო მიდი დედას გოგო შენ ხო თქვი მინდაო გადამ თქვა რა მინდაო ო გადაასხა ხო დააწე ეხა მაჭამეო არ დამიწყო შეჭამე გაუშვი ჭიქას ხელი ესალი ახალი მე ხოცხელია ვინც არ შეჭამს მართლა არ გავაკეთებ ლობიანს ხო და შეჭამეთ ეხა მი დედაჯე ჭამე ეს ყავა ჩემია ეს უშაქროა დედიკო გასინჯე შაქრიანი არ არის დე შაქრიანი გონია ეხა ეს ცივი ყავა საწავა იმი პატარა ფერშები აგერ მაქვს აი ეს შედე უშაქროა შენ თავს ვიცავარ უშაქროა დე უბრალოდ ნამეტანი მომივიდა ის ცივი ყავა ეს მომწონს ეს შარვალი ძალიან მაღალწელია აი ეს უკან
მოვაჭერი, აი ეს დავამოკლე, ანუ აქეთ ჩამოვიყვან. გუშინ ამას ვაკეთებდი. რამდენი ხანი? ჯერ დავარღვიე, მერე მოვაჭერი და მერე ისევ მანქანით გადავიარე. ასე რომ მიდი რე, ჭამე დედი. ეს კალი მინდა. არ დაგსვამს ხალხო, გონი არ დაგსვამე. არ დაგსვამე. ცივი უნდა თან. აგოგო ცივს გისხამ. დავლიოთ რა. ეს ხოვრება არის. ისედაც მოკლე. მომეწოცა. ხო, ეხლა მინდა. პეპა, გოდე ჩაურთეთ ეხა გთხოვთ სანამ შეჭამს. მიდი წადი. პეპა, რა შემიძლიან? მე ლობიანს დავიწყებ უცებ თუ შეჭამთ ამას. თუ შეჭამთ უცებ ლობიანს გავაკეთებ. ბოლომდე ვინც შეჭამს. თუ არა და არ გავაკეთებ. აი გეუბნები, თუ არ გავაკეთებ მეთქი თუ არ შეჭამთ. მარტო ლობიანსი. გაგონილა ხალხნო, მარტო ლობიანი უნდათ. ეხა სულ გუნიც მაქვს ყველი ხო მოვიტანე რამდენი დღის წინ ანიკო დეიდასგან. 3 დღის წინ მე მგონი არ მახსოვს. მოკლედ როცა გაჩვენეთ. არ ჭამენ, არც იმას ჭამენ. ჩაიპურზეც ეხა უარის თქმა დამიწყეს, დილით თუ შეჭამენ, ღამე არ უნდათ, ღამე სხვა უნდათ. სოუზის საერთოდ არ უნდათ გამორიცხე. სუპებზე ხო საერთოდ ალერგია აქვთ. არ ჭამ. ასე არ ვარ რა უნდა გავაკეთო. ხორციანი არაფერი არ უნდათ. ერთი კონტეინერის სავსე ფარში მიდევს გაყინული. გუბთამათ არ უნდათ. კატლეტი უნდა და კატლეტი იმას საუქნა უნდა. მე გაჭამო? მოდი. ცივია. მოდი ბიჭო, რამ გააცია ასე მალე, მოდი. მერე რა ცივი. შენ გააციე შუადან ჭამ. არა, ეხლა რომ შევჭამდი და გვერდები რომ შევჭამე. ცხელი ასხია ეგე, დაგისხა ცხელი. ეგა შენი მიზეზი, მეტი არაფერი. იქაც ლიკა მითხრა, არაფერი უჭამია, ტორცეს არ ჭამს მაინც. მარტო ის შევჭამეო, ლობიანი, მე რო გავატანე, 2 წელი ლობიანი რო გავატანე, ის უჭამია და მე მგონი იქ რაღაცას იღებდა, ბალი იყო თუ გარგარი იყო, არ ვიცი, რაღაცას იღებდა და ჭამდა, ის ვნახე ვიდეოში. ხო, ესე იგი, წუხელ შემეხმიანა Facebook-ზე მარიამ გელაშვილი. შენი გამომწერი ვარო, მითხრა დიდი ხანი არისო, რაც გიყურებოდა. ანგარიშის ნომერი მთხოვარო, თანხა მინდა ჩაგერიცხო და მარიამ გელაშვილს მინდა უღმესი მადლობა გადაუხადო. ღმერთმა სიკეთეს სიკეთით დაუბრუნოს უკან და ვიცი რომ დაუბრუნდება 100 მაგაც და მილიონჯერ უკან. იმიტომ რომ ნახეთ მე ყოველ ჯერზე ჩემი პატარა ოდნავი გაკეთებული სიკეთე კი ყოველთვის მართლა დამბრუნებია და თან ძალიან კარგად. აი
როგორ გითხრათ ეხლა ძალიან არ მინდა რომ ისე გამომივიდეს რაღაცნაირად ცუდად მაგრამ მე და ეს ლიკა ვიყავით ეს მე მგონი მოვყევი მანამდეც და ბოლო ქონდა რა გზის ფული გადავხადე ვიღაცას და ლიკა მაჯავრებდა რომ ისო შენო კაპიკი არ უნდა ჩაიტოვო ჯიბეშიო ანუ უთხარი რომ რატომ როდესაც მაგალითად შემიძლია რომ რაღაცა აი სულ მინიმალური არაფერი ხო არ არის ეგ მაგრამ მახსოვს მეორე დღეს თამთამ ჩამერიცხა თანხა თამთამ ხვინიაშვილმა საერთოდ რომ არ ველოდებოდი ისე რომ არც უთქვია ისე ხო და მოკლედ მადლობა რომ გადავიხადე მე ვიდეოში და რომ თქვი ლიკას უნახია ეს ვიდეო და მითხრა რომ ნახეო შენო გახსოვს რომ მეო შენ რომ ბოლო კაპიკი რო არ ჩაიტოვეო იქო ხო და თურმეო მართალი ყოფილაო ეგო რასაც აგასცემ შენიაო მე სულ გავიძახი რასაც აგასცემ შენია მართლა ეგრეთ აი იქაც თქვი მარტო ლიკას არ გაუგია ეგ რასაც აგასცემ შენია მეთქი სხვებიც ისხდნენ და იმათაც ესმოდათ ძალიან ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი თითოეული მათგანის ვინც მიყურებთ თუნდაც ორი წამით იყოს ოღონდ ვინც კარგი გულით მიყურებთ იმათი ძალიან ძალიან დიდი მადლობელი ვარ ვინც ოდესმე გვერდში დამდგომია იმათიც მადლობელი ვარ რამოსატანი იყო იმათი ძალიან მადლობელი ვარ და ბევრგან მითქვია ბევრჯერ მითქვია გეგა საავადმყოფოში ხო მეწვინა 8 დღე ვიყავით ქუთაისში გინდ წალენჯიხაში და ვინც სავალდებულო იყო და რატო ავალდებულებო არავინ არ დამიწეროთ იმიტომ რომ ყოველთვის მეც ვიღაცას სავალდებულად უგრძნობ თავს და ეს ასეა ხალხო საქართველოში ასე ვთვლით ადამიანები რაღაცით ვიღაცაზე რომ ვალდებულები ვართ რომ რაღაცა გავუკეთოთ ხოლმე ადამიანებს და ვინც ესე არ თვლით თავს ეგ თქვენი ნებაა თქვენი ცხოვრება და თქვენ როგორც გინდა ისე გააკეთებთ აბა რა არის გაჭამო წამოდი იქეთ ვიდეოს წერ და გაჭმევიქეთ წამო დროზე მოდი ხოდა თამარიმ ჩეჩელაშვილმა წარმოიდგინეთ ამერიკიდან თავის მე მგონი სიძე იყო რომ მოვიდა იქ ჩვენთან და აი მოკლედ საერთოდ უცნობმა ადამიანმა გამოიჩინა ყურადღება და ჩვენ პატივი გვცა აი ვერასოდეს რო ვერ გადავიხდი ისეთი ხალხო და იმედი მაქვს რომ ღმერთი მართლა გაახარებს ესეთ ადამიანებს და სიკეთეს მართლა სიკეთით რო დაუბრუნებს მოკლედ ეს ეხა რას მოვაყოლე არ ვიცი ეხა ამას როგორ გაიგებთ მაგრამ მე არ ვიყავი მიჩეული და საერთოდ არც მახსოვს ხოლმე რასაც მაგალითად გოდე ვიდეოს წერ და მე აზრები მეფანტება და რო ვუყურებ საიდან რას მივედ მოვედეთ გო ვამბობ მოკლედ ვინც ვალდებული იყვნენ ისინი არ მოსულან მაგალითად რომ მოვენახულებინეთ და 5-ვე ვიწექით თუ გინდ და გინდიქაც მაგრამ არა უშავს მე ამას რამე ცუდად არ ვამბობ უბრალოდ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ ვაიმე გავგიჟდი რა არის და ბრინჯია მიმწვარი უფრო გემრიელია რა არის მოკლედ ძალიან ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამის ხარის რომ მინდა კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი მაგრამ არ მაცდიან და აზრები მეფანტება და მოკლედ მე რო ძალიან ისეთი უაზრო გამომივიდეს ეს ვიდეო ის არ მინდა მოკლედ ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა თითოეულ თქვენგანს გადავხადო მარიამ გელაშვილთან ერთად ძალიან დიდი მადლობა მარიამ უღრმესი მე არ ვიცი ჯერჯერობით რას ვიზამ გადაწყვეტილება არ მიმიღია ხო და ნახოთ წავალ თუ არა ქორწილში არ ვიცი ჯერჯერობით კი მიწეთ უნდა წახვიდე და ასე და ისეო მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი ნახოთ არ მინდა მეტის თქმა იმიტომ რომ
ჯერ ახლა ამ გოგოს მადლობას რო ვუხდი, მაგასაც ბევრ რამეს მოაყოლებენ ადამიანები და დამშვიდდე იქნება. ხო და უფრო სწორედ ადამიანები არ თვიათ მაგათ. ამიტომ მაგრამ მე არასოდეს არ შევწყვეტ, რაც არ უნდა იყოს ადამიანებზე მადლობის გადახდას. არავის შიშით და არავის კომენტარის შიშით, მაგალითად ესეც დამიწევს თქო, სულ არ მაინტერესებს. უხმესი მადლობა მარია. ღმერთმა სიკეთეს სიკეთით მილიონჯერ დაგიბრუნოს უკან. მიიღებ რა თქმა უნდა. სამყაროსგან საჩუქარს, როგორც შენ თქვი. მართლა ეგრეა და იმიტომ. ნახეთ, კარმაო ჩვენ რო გავიძახით ხალხო. მე კარმა ეს მგონია და წავიკითხე კიდევაც და მსგავსი არის, რასაც ეხა მოვყვები, ეხა მთლად დეტალებში ვერ მოგიყვებით იქ რაც ეწერა, მაგრამ მე რასაც ვეძახი კარმას, აი ამას გეტყვით. კარმა მგონია ის ენერგია, ის ენერგეტიკა, რასაც ჩვენ ვუშვებთ ადამიანების მიმართ, ეგ რომ დაგვიბრუნდება და არა ის, მაგალითად, რომ ცუდ ენერგეტიკას გაუშვებ და ის იმას მიუვა, ეგ არ არის კარმა. კარმა არის შენ რა ენერგეტიკასაც გაუშვებ, ის რომ მოგიბრუნდება. მე ასე ვფიქრობ. ეს ჩემი მოსაზრებაა, თორე ამაში დეტალურად ვერ ყვევი და რამე ნასწავლი მაქვს, არა, ტყუილი. ვერ მოგატყუებთ. ამ ხრივ არ ვიცი, არ ვარ განათლებული. ხო და რა ვიცი, თუ ვინმეს რამე სხვა აზრი გაქვთ და ან იცით, შეგიძლიათ დამიწეროთ. მივიღებთ. აი. ჩინელი თუ იაპონელი ბავშვები სადღაც 6 თვიდან იწყებენ თვითონ თავიან თავზე ზრუნვას. იმდენ ვიდეოებს ვუყურებ, რომ აი გაგიჟებული ვარ. აი როგორ თქო, წარმოიდგინეთ და ჩემი შვილი არის 6 წლის და ეს რა მოსატანია, როდესაც გოდერძისაც ზოგჯერ ჩემი ხელებით ვაჭმევ. მოდი! რატომ ვერ მოდიხარ? გოდე მომიტანე მისი ფაფა და გამიცივდა ამასობაში. კაი ვაჭმევ და მოვალ მერე. ვაჭმევ ამათ და მოვალ. მოკლედ ესეთი ამბები. გადას უთხარი ხა ორი კოვზი ვაჭამე და ნახეთ ედიკო პეპა თავისი ჭამს მეთქი და შენც შენით უნდა მიერთვა თქო და მიერთვეს თავისით. ხო და ესე, ჩვენც ეკვა ნახეთ ალბათ. არ არის პროფესიონალი, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ვერ ვიქნები, როდესაც ჯერ ბავშვები აგერე 2 წელზე მეტია, გინ 3 წელზე მეტია სწავლობენ და ისინი ხელს ვერ აკეთებენ როგორც მე ვერ ვაკეთებ მაგალითად. ჩემზე უკვე შეიძლება აკეთებდნენ, მაგრამ მოკლედ რაც არის ეგ არის, მე მომწონს, აი ძალიან მომწონს, ძალიან მინდოდა ეს ცეკვა მცოდნო და ეგ არის საჭარული, მაგრამ რაჭულიც მინდა ვისწავლო, შევაწუხებ მე რუთის ისე და ეს არის რუთის დამსახურება, თამთა ძმისშვილის ჩემთან აქეთ მოდიოდა და აქეთ მასწავლიდა. მოკლედ 3 გაკვეთილი გავიარე და მეოთხეზე უბრალოდ ერთად ვიცეკვეთ და ეგ იყო. ეხა მთლად გამართულად და იქ ბოლოსკენ თან იქ შუაში კიდე რაღაც ის რო იყო, არ ვიცი, გამოგზავნე ვიდეო და მომწერს თუ რამე შეცდომა მქონდა. ხელებს რაც შეეხება, ძალიან ანუ არ გამომდის. ვცდილობ, მაგრამ აი ისე როგორც საჭიროა, ეს მარცხენა უფრო გამომდის, იმიტომ რომ ცაცია ვარ მე და უფრო ლამაზად ვიდრე ეს მარჯვენა თითქოს და არ არის ჩემი, რაღაცა უფრო სხვანაირია და მარცხენას როგორც მინდა ისე მაგალითად გავაკეთებ და მარჯვენა მიჭირს, აი მიჭირს. ხო და მოკლედ ესე, ძალიან მომწონს. მინდა ეხლა რაჭულიც ვისწავლო. და რო რამე და სადმე მოვხვდები, რომ ვიცეკვო მეც. გოდესთან ერთად სპეციალურად ვივარჯი შეეგრომ, რო რამე და სადმე მსგავსი სიმღერა იქნება ვიცეკვებთ თქო. ხო და რა ვიცი, მე მაინც მომწონს, ძალიან ლამაზია. ხო და ესე ჩემო კარგებო. რაჭულსაც ვისწავლი, რაჭულიც მომწონს ძალიან.
რაღაცები ვიცი რაჭულის, აი მაგიტომ არის რომ აკვიატება მაქვს, რომ ვისწავლი თქო. იმიტომ რომ კეკლუცობა, რასაც ქვია იქ მონაკვეთი რომ არის ვიცი, მარჯვენა, ანუ როგორ არის რას ეძახიან ჩაკრები და რაღაცები ცოტა რამ ვიცი. იმიტომ რომ მასწავლებელს ხო ვუღებდი გოდეს რომ ვასწავლით და აქედან გამომდინარე ის რომ ცოტა რაღაცა ვიცი. ცოტა რამეს დავამატებ და მეწოდინება ეგეც სამოყვარულოს დონეზე. იქ ეხა რო იყო მცხეთაში კონცერტი, იქ იყო ის ბიჭი, სამოყვარულო ისინი რო აქ გაკვეთილები რო ასწავლის TikTok-ზე არის მე მგონი მაგ ბიჭი ხშირად, მაგრამ სახელი და გვარი არ მახსოვს. ვიდეოში ნახავდით თქვენს იქ იდგა დაჯილდოების დროს. რა მოვიდა ეხლა? ჭამასთან დაკავშირებით აქ პრობლემა. რამდენი ტყემალია და თან წითელი. გიყვარს ტყემალი? ბავშვობაში მიჭამია და მე ახარ არც ფეხბურთზე აი ჩემი მეზობელი გოგო იყო, რძალი იყო იქ მოყვანილი ფეხბურთის რო იყო, ანუ ტყემალი არ დარჩათ სახლში. ჩვენთანაც კი რომ მოდიდა პირდაპირ ტყემალთან მიდიოდა, რომ ტყემალი უყვარდა. მე არა არც ფეხბურთზე ტყემალი არ უნდა მივიდა და ალუჩა კი რამდენიც არ უნდა მოეტანათ ალუჩა, აი სხვისთვის მენანებოდა სუნიდოდა რომ მე მეჭამა. ყურძენს ვთხოვდა. თბილისში ხო ვიყავით მე და მუხა მაშინ და ყოველ იმაზე გასვლა გამოსვლაზე ყურძენს ვერ უწყვეტდი თვალს და ყოველთვის მიმქონდა ყურძენი საჭმელად. ანდა იმ გაურეცხავ ყურძენსაც მივითვერი და ეს კაცი მეუბნება შენ შვილო მე მგონი ფეხბურთი მეთხარო ყოველ გასვლა გამოსვლაზე ყურძენი ან სულ მაკვირდებოდა ყოველთვის იმ ქალთან ყიდულობდი და მე დავინტრიგდი მეც და მართლა აღმოჩნდა რომ ფეხბურთი მეთხარ. რა ვიცი, ასაკოვანი ქალი იყო და როგორ რანაირად დაასკვნა, მაგრამ ესე თქვა და რა ვიცი, კი დაემთხვა. და ხო, თუ იმეს გაინტერესებთ ფულს ვიხდით თუ არა ცეკვაში, არ ვიხდით ზურფასებო ფულს, არაფერს. მაგრამ აუცილებლად გავუკეთებ საჩუქარს. ჩემ ხელფასს რო ავიღებ. ხელფასს ავიღებ 23-25-ისთვის. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და 71 евро მაქვს. მაგრამ ადამიანი ესე სახლში მოდის. სახლში მასწავლის. ასე რომ მე არ მიყვარს ადამიანების უყურადღებოდ დატყვევება, ასე რომ აუცილებლად გავუკეთებ საჩუქარს. ესეთი ამბები ჩემს ვირფასებო. ეხლა გავუკეთებ საჩუქარს და მე რაჭულზე როდის გადავალ არ ვიცი, იმიტომ რომ გასვლები რო დაგვეწყება, ეხლა სოფელშიც წასვლა რაღაცა არ ვიცი როდის. მაგრამ მოკლედ წავედი ძირფასი. ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. თავარია სამოყვარულო დონეზე, რაც ჩემი ოცნება იყო ბავშვობის, რაც ყოველთვის მინდოდა. მინდა რომ სწავლო. მადლობა ხმის. ძალიან მადლობა ყველაფერს. წავედი ძირფასებო ბედნიერად და მშვიდობიან და ბედნიერ პოზიტიურ დღეს გისურვებთ. დროებით.
მიყვარხართ მე თქვენ ჩემი ერთგული მაყურებელი. ხო, თუ ვინმე ხართ ახალი, ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ არხი. Let's drive!